სახელმწიფო უსაფრთხოების ექსპერტთან განვაგრძობთ თემაზე საუბარს. დავით ჩიჯავაძე უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა არის ასეთი. ერთი შეხედვით, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმრო ლეოგრანჩი არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული? გამარჯობათ, როგორც თქვენი სიუჟეტიდან დასაწყისში ვნახე, არ ჩაერთო სახანძრო საგანგაშო სისტემა. ესე იყო დაფიქსირებული. სახანძრო უსაფრთხოება, როგორც მოგეხსენებათ, არის შრომის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების 27 მოდულიდან ერთ-ერთი მთავარი და აქ არის პირდაპირ მოთხოვნილი თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხანძრის დარეგულირების მენეჯმენტი. პირველი ეს არის სახანძრო დეტექტორების გააქტივება, რომელიც უნდა იყოს კონკრეტულ ადგილზე. თუ არ ჩაირთო თვითონ სახანძრო სისტემა, ესე იგი არ იმუშავა დეტექტორმა. ანუ აქ იყო დარღვეული ის პრინციპი, რომ არ ხდებოდა კვალზე მორეაგირე დეტექტორების პერიოდული შემოწმება, რაც არის საერთაშორისო მოთხოვნებით ერთ-ერთი მთავარი. შემდეგ მეორე არის, რომ აუცილებელი არის თვითონ სასტუმროში არსებულ დაცვის სისტემას, ანუ შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემას უნდა კონდეს მორგებული, ეგრეთ წოდებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. აქ უნდა იყოს გაწერილი პირველ რიგში გარდა სხვა იმ აუცილებელი მოთხოვნებისა, საერთაშორისო დონეზე ვსაუბრობ მე, საქართველოს კანონმდებლობით ყველაფერი არ არის მოთხოვნილი. ეს არის პირველ რიგში ქმედებები ხანძარსა და აფეთქებაზე. და ვინ უნდა განახორციელოს ბატონო დავით ეს გეგმა? ეს უნდა განახორციელოს სასტუმროს პერსონალმა. ყოველ სართულზე უნდა იყოს არჩეული ორი ეგრეთ წოდებული fire warden-ი, ანუ ხანძრის დარეგულირების კოორდინატორი. სასტუმროს პერსონალს უნდა კონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ როდესაც ქობულეთში მოხდა წინა ტრაგედია, მაგაზეც მე გავაკეთე კომენტარი. იმის მერე შეიცვლებოდა ეს პროცესი, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან ამას უნდა მუდმივი მონიტორინგი. ასევე თვითონ საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმაში კონკრეტული სასტუმროსთვის უნდა იყოს სავალდებულო ყველა თანამშრომლის ჩართვა. ყველას უნდა კონდეს განაწილებული თავიანთი როლები და 371 დადგენილების საფუძველზე წელიწადში ორჯერ უნდა ტარდებოდეს საევაკუაციო სწავლებები, რაც არ კეთდება საერთოდ. კი ბატონო, ბატონო დავით, ერთი შეხედვით რა პრობლემები იჩენს თავს სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, რომ საერთოდ თუ იყო ეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ეს ერთია და თუ არ იყო დაცული, მაშინ პროექტშივე უნდა ყოფილიყო გაწერილი და რატომ არ მოითხოვეს ეს სასტუმროსგანო. არის შესაძლებლობა თქვენ თქვით, რომ უნდა მოწმდებოდეს პერიოდულად ეს დამცავი სისტემა, არის შესაძლებლობა, რომ სასტუმროში რაღაც სისტემა მოწყობილი ყოფილიყო თავის დროზე, თუმცა უშუალოდ შემთხვევის დროს არ ემუშავა ამას. შესაძლებელია, მაგრამ ეს არის ზუსტად იმ დოკუმენტის არარსებობის გამო, რომელიც ამ საერთაშორისო სტანდარტით ითხოვს, რომ ესეთი დოკუმენტი უნდა იყოს წინასწარ შედგენილი და გაცნობილი ყველა თანამშრომლის მიერ, რადგანაც იქ არის პირდაპირ საერთოდ მითითებული უნდა იყოს, ეხლა ვერ ვიტყვი რომ არისო, რადგან ჩვენთან არ არის ეს დოკუმენტი. ხანძართან ბრძოლის და საგანგებო ევაკუაციის დოკუმენტი ეს უნდა იყოს შექმნილი ესეთი, რომელშიც იქნება გაწერილი, რომ ყოველ კვირა ან თვეში ერთხელ აუცილებელი არის სახანძრო დეტექციის საშუალებების კონტროლი, მისი პერიოდული ჩართვა, ალბათობა იმისი, რომ ეს სისტემა სხვა სასტუმროშიც არ იმუშავებს, არის ძალიან მაღალი, რადგანაც ტექნიკის მოძველება, ცვეთა მოკლე ჩართვა, გადაძაბვა, თუნდაც ავიღოთ და მღნელის მიერ სადენის გადაღნა. ეს შეიძლება იყოს ყოველ წუთას განხორციელებული და ამიტომ შესაძლებელია, რომ ესე იგი არ იმუშაოს იმ დროს, როცა არის საჭირო და როცა არის საჭირო, აი ზუსტად როცა არ ემთხვევა ის მომზადება იმ საჭირო დროს, მაშინ ხდება ეგეთი ეს კატაკლიზმები. კი ბატონო, ბატონო დავით.
სტუმრების ნაწილი ამბობს, რომ კიბე რომც ყოფილიყო მაგალითად სახანძრო კიბე, იმას ვერც მივაგნებდი თუ ასევე აქ ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში იყო დაკვამლიანება. რა ელემენტარული ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული, თქვენ ალბათ გესმოდათ თვითმფრინველთა კომენტარები. ამ შემთხვევაში რა სისტემა უნდა ყოფილიყო, რა ელემენტარული ნორმა უნდა ყოფილიყო? კარგით, მოდით მაშინ ეს საკითხი ორად გავყოთ. ერთი, რას გვავალდებულებს კანონი და მეორე, რაც კანონში არ წერია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული, მაგას ვიტყვი. პირველ რიგში, რასაც კანონი გვავალდებულებს, იმ არეებში, სადაც არის საევაკუაციო მიმართველი ნიშნები, უნდა იყოს ავტონომიური განათებით არსებული მიმართველები, ანუ ისრები. ესეთი რამე არ იყო. იმ შემთხვევაში თუ თან ავტონომიურ კვებაზე უნდა იყოს, რადგანაც ხანძრის დროს საერთოდ გამოთავედენს, რო არ მოხდეს მერე სხვა კლასის ხანძრის წარმოშობა და გავრცელება. ან მარტივად რო თქვოთ, მაგალითად განათება. კი, ამ ფოსფორის, რა თქმა უნდა, ზუსტად დიახ, გაქვთ თქვენ ინფორმაცია, ფოსფორის ან ავტონომიურ განათებაზე საევაკუაციო გასასვლელის მიმართებელი ნიშნები. ეხლა რაც შეეხება იმ ერთ რეგულაციას, რომელიც ამ შენობის აშენებისას არ იყო და გაჩნდა მერე. ეს არის 2016 წლის 28 დეკემბრის დადგენილება, რომელიც 2017 წლის იანვრიდან შევიდა 51 დადგენილება კერძოდ, რაშიც შენობებს უკვე მოეთხოვებათ კვამლზე მორიაგირე ხელსაწყოების მონტაჟი და ეგრეთ წოდებული ასევე fire dumper-ების არსებობა. სასტუმრო ეს ისეთი დაწესებულებაა, სადაც ფაქტიურად შენ გაბარია ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ესეთ დაწესებულებებში უნდა იყოს აუცილებლად ეგრეთ წოდებული fire dumper-ების მოწყობა. ანუ რა არის ეს? როგორც მე დილიდან სიუჟეტებიდან მივიღე ინფორმაცია, დაკვამლიანება იყო ძალიან დიდი, რომელიც სავენტილაციო შახტებიდან გავრცელდაო. ზუსტად ეს არის ეს დამპერი, ის მოწყობილობა, რომელიც კვამლის აღმოჩენის დეტექტორის მიერ კვამლის აღმოჩენისას ავტომატურად გადაკეტავს სავენტილაციო შახტებს. ეს არის ჩადებული 51 დადგენილებაში, ანუ იმ ობიექტებისთვის, რომელიც ფაქტიურად 2017 წლის მერე აშენდა და მიიღეს ნებართვა, მაგრამ ის საევაკუაციო გასასვლელების მიმართველების განათება ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბატონო დავით, ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ რაღაცა რეგულაციები, რომელიც დღეს არსებობს 2015 წელს, როდესაც ეს სასტუმრო იყო, აშენდა, მაშინ არ იყო, ეს ყველაფერი გასაგებია, გავიგეთ რა ნორმები უნდა იყოს დაცული. თუმცა ეს სასტუმრო არის დაჯარიმებული ადრესს და წელს სხვათა შორის ტურიზმის ადმინისტრაციამ არ მისცა რეკომენდაცია. და ასევე მოვისმინეთ კომენტარები, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი. ფაქტია, რომ ჯარიმამაც და რეკომენდაციამაც ეს ტრაგედია თავიდან ვერ აგვაცილა. და რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. რა ბერკეტი აქვს დღეს ხელისუფლებას, რომ აიძულოს სასტუმროები და სხვა ობიექტების მესაკუთრეები, რომ სახანძრო უსაფრთხოება დაიცვან, რათა შემდეგ უკვე მათ დამსვენებლებს, იქ მყოფ ადამიანების სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე. ჩვენ ორი თვის წინ ქონდა ზუსტად ანალოგიურ საკითხებზე აქ შეხვედრა და მაშინ ზუსტად ამ მექანიზმზე ვიმჟელეთ. აუცილებელი არის რომ ესე იგი იმ მონიტორინგის სამსახურს, რომელიც დღეს საქართველოში ანხორციელებს შრომის უსაფრთხოების ინსპექციას და ის მათი დონე ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. მინდა მადლობა მოუხადო ზუსტად იმ გაწეული სამუშაოსთვის მათ და აუცილებლად რომ მათ უნდა კონდეს გარკვეული სანქციის ამოქმედების საშუალება. ეს სანქციის ამოქმედების საშუალება არ აქვთ მათ რომ განმარტოთ მაყურებლისთვის. დღესდღეობით არა აქვთ მარტო რეკომენდაციის მიცემის საშუალება. იმ შემთხვევაში უკვე ეს კანონის მიღება შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უკვე აი კარზე გვადგას პარლამენტის გადაწყვეტილება როდის დაამტკიცებს უკვე საბოლოოდ იქ უნდა უკვე იყოს გაწერილი რომ ამ ორგანიზაციას თვითონ მონიტორინგის სამსახურს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სანქციის გაცემის საშუალება. ესე იგი რეკომენდაცია რომელიც იყო გაცემული პირველად მას უნდა ქონოდა გარკვეული გონივრული ვადა. თუ გონივრულ ვადაში არ აღმოიფხვრებოდა ის შეუსაბამობები, რომელიც გააჩნდა სასტუმროს, მაშინ რა თქმა უნდა დაჯარიმდებოდა და შეიძლებოდა სულაც გაეჩერებინათ მათი პირდაპირი ფუნქცია.
სამაგეროდ არ მოხდებოდა ანალოგიური ფაქტი. ამიტომ აუცილებლად უნდა კონდეს მონიტორინგის სამსახურს ეს გარკვეული სანქციის მიღების საშუალება. მოკლედ მონიტორინგის სამსახური ვერ იქნება ეფექტური გარკვეული სანქციის გარეშე, ასეთია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. დავით შიჯავაძე, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის წარმომადგენელი, პასუხობდა ქრონიკის კითხვებს.